მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. დღეს გადაცემაში ორი თემა გვექნება. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე და ეკოლოგიაზე. წვენთა პარტიის ინფორმაციით, თურქეთში მტკვარზე იგეგმება რამდენიმე კასკადის მშენებლობა, რაც შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. ხოლო ჩვენი სტუმარი იქნება გადაცემის პირველ ნაწილში წვენთა პარტიის თავმჯდომარე ბატონი გიორგი გაჩიჩილაძე. გადაცემის მეორე ნაწილში კი შევეცდებით, რომ გამოვმარტოთ ახალი კანონი, ახალი საარჩევნო კოდექსი, ასე იურისტებთან ერთად ჩვენი სტუმარი იქნება თამარ ჩუგოშვილი და მასთან ასევე ვისაუბრებთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, შევეცდებით გავარკვიოთ, მართლა მოარგეს თუ არა ეს კანონი ერთ ადამიანს. რეზუმე. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, გამარჯობათ. გამარჯობათ. მე მსმენელებს შევახსენებ, რომ მათ შეუძლიათ ჩვენ გვიყურონ ინტერნეტში მისამართზე paltratv.gr. აქვე შეგიძლიათ თქვენ კომენტარები დაწეროთ, ან გამოაგზავნოთ შეკითხვები. შეგიძლიათ დაგვირეკოთ 229-229-138, ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. შეგახსენებთ, გადაცემის პირველ ნაწილში ვსაუბრობთ მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ. ანუ გიორგი, თქვენ საკმაოდ ჩანაშუათებელი ინფორმაცია გაავრცელეთ გუშინ პრეს-კონფერენციაზე. ისიც კი თქვით, რომ საერთოდ შეიძლება მტკვარი აღარ იყოს. იქნებ განმარტოთ, რაზე არის საუბარი დეტალურად. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს სვენელს. საქმე იმაში გახლავთ, რომ როგორც ცნობილი გახდა და ეს სრულად შემთხვევით გახდა ცნობილი სხვათაშორის მე უნდა გითხრათ. შემთხვევით რა? იმიტომ რომ პარლამენტში ყოფილა თურქეთის დელეგაცია ჩამოსული, თურქეთის მეჯლისი ქვია მე მგონი პარლამენტს და არდაგანის ოლქის წარმომადგენელმა ასე თქვა, გააჟღერა, რომ ასეთი რაღაცა ხდებაო და ქართველები რატო არ ახართ საქმის ხურშიო. როგორც ჩანს, ისიც შეშფოთებულია ის თურქიც, იმიტომ რომ დატბორვა მიდის ფაქტურად მთელი არდაგანის ოლქის და ალბათ იქიდან ასარჩევიც არ იქნება ის და იმიტომ ხალხი აღარ იქნება იქ და შეიძლება ამიტომ არის შეწუხებული, თორე არ ამგონია ბუნებაზე შეტკიოდეს და სხვა რამეზე გული. მაგრამ აქედან გახდა ცნობილი სხვათაშორის და ისიც გახდა ცნობილი, რომ რაღაცა ფარული დოკუმენტაცია მოდის თურქეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და ამაზე მიდის გარკვეული სამუშაოები. საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსია, თქვენ ამით მაგინდა. დიახ, რა თქმა უნდა და ამაზე სხვათაშორის მიუთითებს დღევანდელი კომენტარები ენერგეტიკის მინისტრის ასე თქვათ მინისტრის ამ კომენტარებზე ვისაუბრებთ აუცილებლად. ანუ დაბნეული კომენტარები, ანუ გამოიჭირა ვიღაცამ ესე თქვათ იმ იმ ფარულ პროცესში, რომელშიც ისინი არიან. თუმცა მანამდე ახსნათ რა პროექტზე არის საუბარი და რა საშუალებებს, ვიდრე ამ კითხვაზე მიპასუხებთ მსმენელის ზარია პირველი და მოусმინოთ. გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. შეკითხვა თქვენს თემასთან. დიახ. დასავლეთში, კერძოდ ევროპაში ძალიან პოპულარიზირებული არის მზის ენერგიის გამოყენება. პრაქტიკულად სახლების და მოსახლეობის დიდი რაოდენობა გამოვიდა იმის გამოყენებაზე და ძალიან იაფით ჩდება და მაინტერესებს იძახდნენ რომ მათ ძალიან დიდი ბრძოლა მოუწიათ გაზის, ნავთის და წყლის მაფიასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც გაარღვიეს ინფორმაციული ვაკუუმი. აი რატო ჩვენთან არის ესეთი პრობლემა რომ იგივე ჩამოვიტანოთ და იგივე განვაწესოთ სახლებში, იმიტომ რომ ის შუქის განათებები, მასზე მუშაობს უკვე ნოუთბუქის მუშაობს, ტელევიზორის და ასე შემდეგ. გასაგები. თქვენი შეკითხვა დიდი მადლობა. მე ხა უპასუხო თუ ამ შეკითხვას პასუხი ამაზე ფართოა. უფრო გადაცემის კიდევ არის ერთი ზარი, არ არის კიდევ ერთი ზარი. მე მსმენელებს ვთხოვ, რომ ასეთი შეკითხვები, რომელიც უშუალოდ თემას არ ეხება, ცოტა მოგვიანებით დაგვისვათ. ამ შეკითხვას ჩავინიშნავთ. შეკითხვა საინტერესოა და უცებად პასუხობთ, მანამდე ჩვენი საუბარი რომ გავაგრძელოთ. რა პროექტზე არის საუბარი? პროექტი არის შემდეგნაირი, ესე იგი, მოგეხსენებათ, რომ მტკვარი სათავეები არის თურქეთში, თურქეთიდან იწყებს ის, ასე ვთქვათ, შემოსვლას, ისე როგორც ჭოროხის, ასე ვთქვათ, სათავეები იმყოფება თურქეთში და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუმცა რუკას თუ დახედავენ თქვა ჩვენი რეგიონის, იქ ნახავენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მტკვრისა და ჭოროხის სათავეები არის ძალიან ახლოს ერთმანეთთან. ფაქტურად ერთი გამყოფი ქედი ყოფთ მათ. ამიტომ როგორც ჩანს ეს კომპლექსური სქემა არსებობდა თავიდანვე, როდესაც ჭოროხის კასკადის მშენებლობა დაიწყეს და თქვენ გახსოვთ რა ხელა აჟიოტაჟი იყო ამასთან დაკავშირებით და ჩვენი სამწუხარო ჩვენი პროგნოზები გამართლა და ახლა სანაპირო ზოლი აჭარის კატასტროფულ მდგომარეობაში ამ მშენებლობის გამო რაც იქ ხდება. და როგორც ჩანს აი ეს 11 კაშხალი, რომელიც უნდა აშენებულიყო და უმეტესი ნაწილი უკვე აშენებული არის ჭოროხის ხეობაში, ბოლო ორი არის კილიჩისა და ისპირის, ასე თქვა, წყალსაცავები ქვია, როგორც ჩანს იმას წყალი არ ყოფნის.
ჭოროხზე ვლაპარაკობ ახლა წარმოიდგინე. ანუ ჭოროხის კაშხლებს არ ყოფნის წყალი. ეს არის ბოლო, ესე იგი, ბოლო ორი კაშხალი, ორი წყალსაცავი, რომელიც უნდა შეივსოს აგრეთვე წყლით და იქ არის ძალიან მცირეწყლიანი ტერიტორია. ეხლა როგორც ჩანს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული ის, რომ მტკვრის ასე ვთქვათ სათავეებშიაც აშენდებოდა წყალსაცავების კასხადი და როდესაც წყალი გაივლიდა აი ამ ასე ვთქვათ ამ წყალსაცავებს მტკვარში მტკვრის წყალი გაივლიდა ამ წყალსაცავებს და გამოიმუშავებდა ელექტროენერგიას, მისი გადასროლა მოხდებოდა უკვე გამოყენებული წყლის, უკვე ჭოროხის აუზში, შეივსებოდა ის ბოლო წყალსაცავები და იქიდანაც დამატებით ელექტროენერგია იქნებოდა გამომუშავებული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ მტკვარი შეიძლება ჩაედინოს ჭოროხში ამაზე. ხო, რა თქმა უნდა, ესეთი პროექტია არსებობს. ეს თქვენი ვარაუდები ინფორმაცია. ესე გაჟღერდა, რა თქმა უნდა, თუმცა მე დაიწყო უარყოფა ამისი. ვიღაცები ამბობდნენ, რომ არა, ეს შეიცვალა და ესე არ იქნება და რაღაც ამდაგვარი, მაგრამ შეუძლებელია მინდა დაგარწმუნოთ ამის შეცვლა, იმიტომ რომ უკიდებელი კასკადები აშენდეს, ჭოროხთან რო შეხება არ ქონდეს. არა, ისეაც შენდება, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ წყალი ხო, ასე ვთქვათ, რომ დაამთავრებს თავის ფუნქციას და ასე ვთქვათ, გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, იმ წყალს ესე იგი აიღებენ და გამომუშავებულ წყალს გადაისვრიან ასე კალაპოტი შეიძლება შეუცვალოთ ამაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მტკვარი აღარ შემოვა. ანუ შეიძლება მდინარე დაშვეს ამაზე. დაშრობით მდინარე ბოლომდე არ დაშვება, ბუნებრივია უბრალოდ 5-10 კილომეტრის ქვევით საზღვრიდან, სანამ მდინარე ფარავანი არ ჩავა ეს მტკვრის კალაპოტში, მანამდე იქნება მშრალი ხევი. მდინარე ფარავანი იქნება. ხო, ეს უკვე მტკვარი აღარ იქნება, მე იქ შეუერთდება რა თქმა უნდა სხვადასხვა პატარ-პატარა მდინარეები და მე არაგვი შეუერთდება და ასე ჩამოვა თბილისამდე, რუსთავამდე და მე წავა აზერბაიჯანში და მინგენჩაურის წყალსაცავში ჩავა, მაგრამ ეს უკვე მტკვარი აღარ იქნება. პრობლემა იცით რაშია? ანუ არ ვიცი ხა მე ზუსტად გამომარტე თუ არა რა სქემა არის ესე იგი მტკვარზე თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება წყალსაცავების რამდენიმე წყალსაცავი ის წყალსაცავი რო გამოიყენებს ესე იგი წყალს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას მე იმ წყალს ბოლოში აიღებენ და გადაისვრიან ისევ თურქეთის ტერიტორიაზე ჭოროხის აუზში და ასე თქვა მტკვარი შეწყდება და აღარ შემოვა საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენ თქვით რომ შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს პროექტი შეიცვალა, ცვლილება რას გულისხმობთ? არა, თითქოს თქვენს რომ არა, აღარ გადავისვრით თუ ასე თქვათ, თითქოს ამაზე იყო საუბარი, აღარ იქნება გადასროლა ჭოროხის ასე თქვათ აუზშიო, მაგრამ არ ამგონია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ახლა მეც სპეციალობით უნდა გითხრათ რომ ჰიდროლოგი ვარ და უამრავი ჩვენი ექსპერტებიც ჰიდროენერგეტიკოსები არიან და პირდაპირ ეს ინფორმაცია გაიგეს თქვენს რომ ეს იქნება კომპლექსური პროექტი ერთობლივად დაგეგმილი თავიდანვე ჭოროხის და მტკვრის ესე იგი კასკადების მშენებლობისა და ერთიანი წყლის გამოყენების. ამიტომ ბუნებრივია ეს თუ განხორციელდა ასეთი ფორმით განხორციელდება აუცილებლად. ანუ თუ განხორციელდა აუცილებლად მტკვარი გადაიკეტება ასე ვთქვათ საქართველოს-თურქეთის საზღვარზე. და თუ თქვა მტკვარი არ გადაიკეტა და უბრალოდ კასკადები აშენდა ეს რაიმეს ცვლის? არა, რა თქმა უნდა ცვლის, ისე პრობლემატური იქნება, მაგრამ არა ისეთი კატასტროფული იმ შემთხვევაში თუ გადაიკეტა. ეხლა გადაკეტვის შემთხვევაში მე უნდა გითხრათ ახლა თქვით ჩვენ რომ 5-10 კილომეტრის საზღვრიდან 5-10 კილომეტრის დაშორებით წყალი საერთოდ არ იქნება და მშრალი ხევი იქნება მტკვრის ასე ვთქვათ კალაპოტში. მაგრამ უკვე აი ბორჯომი რო ავიღოთ, სადაც მტკვარი გადის მოგეხსენებათ. ბორჯომში წყლის რაოდენობა ასეთი ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შემცირებული იქნება დაახლოებით 40-50%, ანუ განახევრებული იქნება. თქვენ წარმოედგინეთ ბორჯომის კანალიზაცია, თქვათ, ამდენი პანსიონატია, დამსვენებელი ჩადის და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომის მტკვრის ესე იგი ხევი იქნება საკანალიზაციო არხი ფაქტობრივად და სხვა არაფერი. და ეხლა რა დასვენება შეიძლება იქ და რა იქნება პერსპექტივაში, ადვილად ასე ვთქვათ, მისახვედრია. თბილისში მტკვრის რაოდენობა, მტკვრის წყლის რაოდენობა დაახლოებით შემცირებული იქნება 16-20%-ით, რაც სრულიად საკმარისია, რომ აგრეთვე მტკვარი თბილისში ისეაც დაბიძურებულია მოგხსენებათ საშინლად და ისეაც სუნიუდის ახლოს რომ მიხვალთ, საერთოდ კოლექტორად იქნება კანალიზაციის გადაქცეული, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თბილისიდან რა რაოდენობის ფეკალური მასები და კანალიზაცია ჩადის 1.200.000 კაცი ცხოვრობს თბილისში. და პლუს რუსთავი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ესე იგი ძალიან რა თქმა უნდა გაუწმენდავთ.
ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მე ამას ვლაპარაკობ ასე ვთქვათ ზოგადად წლის განმავლობაში. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის აიღეთ ზაფხულის პერიოდი. მტკვრის დამახასიათებელი ჰიდროლოგიური რეჟიმი გახლავთ ის, რომ 5 თვის განმავლობაში მტკვარი არის წყალმცირე და ეს არის ზაფხული, გაზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, 5 თვის განმავლობაში გრძელდება. ამას სპეციალისტები უძახიან ლიმიტირებულ სეზონს. ანუ ეს სეზონია, სადაც წყალმცირობა და გამოყენება მაქსიმალური, ასე ვთქვათ, ხდება წყლის, იმიტომ რომ ზაფხულია ცხელა, იქ სოფლის მეურნეობა სჭირდება, სხვა რამე სჭირდება და ასე შემდეგ. ზაფხულის პერიოდში იქნება აუტანელი კატასტროფული მდგომარეობა. აი ესეთი გასაგებია, თუმცა საბოლოო ჯამში დღეს გაკეთდა კომენტარები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მე წაგიკითხავთ ორ კომენტარს, ერთი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილის განცხადებით, მტკვარზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა როგორც ინტერპრეს ნიუს მარიკა ვალიშვილმა გამოცხადა, თურქეთში მტკვარზე თურქულ მხარეს 6 ჰესისა და ბეშიქ-ჰაის წყალსაცავის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. წყალსაცავი მდინარის ქვედა წელში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის წყლის მიდინებას დაარეგულირებს. ჰესები შენდება არა ჰაერზე, არამედ წყალზე. თურქები ამ ჰესებს ვერ ააშენებენ, თუ წყალი არ იქნება. თუ თურქეთის მხარეს მტკვარზე შეიძლება ჰესების შენელობა, რადგან არ შეიძლება წყლის რესურსების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე. დაასწრა მარიკა ვალიშვილი. ანუ ის გულისხმობდა, რომ არ დაშება მტკვარია, თუ მტკვარი დაშება, ჰესებს როგორ ააშენებენ. არა, იცით რა შეა საქმე, ეთყობა მე არ ვიცი ეს პიროვნად მივხვდი მე მის ერთ-ერთი აბსოლუტური ბოდოა, იმიტომ რომ შინაარსი მე მაგალითად რო წავიკეთე, ვერ გამოვიტანე რა სამობდა ეს ქალბატონი. არ ვიცი ვინ არის სიმართლე და სახელი არც მინახია და მინისტრის მოადგილე. ხო, ნუ მინისტრის მოადგილეა საქართველოს, ასე ვთქვათ, რეალობიდან გამომდინარე. ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს, ასეთი მინისტრის მოადგილებიც არსებობენ, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა არის? კი, თურქეთის მხარეს წყალი ექნება და გამოიყენებს, მაგრამ საქართველოს მხარეს არ ექნება წყალი, მაგრამ საოცარი განმარტებები გააკეთა და ასე ვთქვათ, ახსნა განმარტება გააკეთა გარემოდაცვის მინისტრმა, რომელსაც ფაქტიურად პირდაღებული დავრჩი. კაცმა თქვა, რომ კი, მიდის რაღაცები, მაგრამ საქმის ხურში არა რა ხდება საერთოდ. და გარემოდაცვის კომიტეტმა საერთოდ ბობოხიძე, საერთოდ ბობოხიძის კომენტარსაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა იდეა განხილული იქნება და ჰესების მშენებლობის შესახებ პროექტის შექმნის შემთხვევაში მაქსიმალურად იქნება გათვლილი რისკები. ზოგადად არსებობს იდეა, როგორც მტკვარზე, ასევე ჭოროხზე ჰესების მშენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ჰესების მშენებლობა იწვევს გარკვეულ მონაკვეთში წყლის ნაკადების შემცირებას და შემდეგ წყლის დაბრუნებას იგივე ან სხვა მდინარის კალაპოტში. ესე იდეა ყოფილა ჭოროხზე კასკადის მშენებლობა თავდება უკვე. ესე გარემოდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს ამას, წარმოიდგინეთ. და ბატონ კაკოს მინდა უთხრა ბობოხიძეს, რომ ჩავიდეს ერთი იმაში ბათუმში, გაიაროს ანგისასა და ადლიაში, იქ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც უკვე კატასტროფული მდგომარეობა და ჭოროხის კასკადის მშენებლობა რომ თავდება ფაქტურად, მაგითი მიხვდება, იმიტომ რომ იქ საცხოვრებელი სახლები ზღვაშია უკვე და მოსახლეობა გამორბის იქიდან და არის ერთი ცივილკივილი, რომ ბინები მისცენ და ფული იშოვონ, როგორმე გადაასახლონ ეს ხალხი. ეს ისე, ასე ვთქვათ, შენიშვნისათვის გარემოდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ინერტული მასალები. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ მაგას 97 წლიდან ვამბობდით, რომ ეს მოხდებოდა. და მოხდა კიდევაც სამწუხაროდ, მაგრამ აქ უფრო კატასტროფიულია სიტუაცია. იქ მყარი მასალის თუ ფული გაქვს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შეიძლება ეს კომპენსაცია გააკეთოს, შეიტანო რაღაცა, თქვათ, დროებით გადაარჩინო და მოკლედ, მაგრამ ამას 5 მილიონი დოლარი ჭირდება წელიწადში. წარმოიდგინეთ. ხო და ახლა აჭარის ბიუჯეტში შეადრით ამას, წარმოიდგინეთ რა თელი აჭარის ბიუჯეტი წყალში უნდა ჩაყარო. რატო ისი გულისათვის ვერ გავიგე, რომ თურქეთმა მეტი დენი მიიღოს ჩვენ ხარჯზე, ჩვენი გაუბედურების ხარჯზე, მაგრამ ეს უარესი ამბავია, იმიტომ რომ წყალს ვერ საიდან ვერ მოიტან. მდინარე მტკვარი არის აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი არტერია. დაახლოებით 85% წყლის რესურსები მოაქვს აღმოსავლეთ საქართველოში მდინარე მტკვარს. ამაზეა მიბმული ჩვენი პერსპექტივა აგრარული სექტორის განვითარებისა. იმიტომ რომ იორი და ლაზანი ფაქტურად ათვისებულია. იმიტომ რომ სარწყავი სისტემები, არხებია გაკეთებული. ეს არის ჩვენი პერსპექტიული რესურსი. ამას თუ ჩვენ წყალი ესე იგი დაუკარგეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობა არის უპერსპექტივო და ის გლეხობა, რომელიც ცხოვრობს კახეთში იქნება თუ სხვაგან, ასე ვთქვათ, ქვემო ქართლში და ასე, იმათ იქ ცხოვრების საშუალება აღარ ექნებათ.
და აიბარგებიან და ისეათ ის მიგრაციული პროცესები, რომელიც მიდის ახლა სოფლებიდან, ფაქტობრივად გააქტიურდება და რა თქმა უნდა ეს საქართველოს ხელისუფლებას გაეხარდება ბუნებრივია, იმიტომ რომ მათი პროგრამა ესეთი არის, ეს ყველასთვის ცნობილია, რომ რაც შეიძლება დაიცალოს სოფლები, მიწები გამონთავისუფლდეს და იაფათ, ესე იგი მიეყიდოს მერე ბურებს, ინდოელებს, არაბებს და ასე და ეს ცნობილი პროექტი არსებობს, არ გეგონოთ რომ ვაჭარბებდე რაღაცას და ბერავდე. წყაროც არსებობს ამისი პრემიერ-მინისტრის ნალაპარაკებიც არსებობს ერთ-ერთი ამ სქემასთან დაკავშირებით, რომ როგორ უნდა შემოიტანონ ასე ვთქვათ მიწებიდან ინვესტიციები და ასე მე არ ხუმრობ ამ სრული სერიოზულს ვლაპარაკობ. და რა თქმა უნდა ეს გამოიწვევს ისევ გაზდას სასოფლო-სამეურნეო იმპორტისა ქვეყანაში, რაც ასევე მომგებიანია საქართველოს ხელისუფლებისათვის. ეს სასოფლის მეურნეობის პოლიტიკა ცალკე თემა. არა, ეს არის არა მარტო სოფლის მეურნეობის, ანუ წყალზე არის მიმული ძალიან ბევრი. მესმის რა თქმა უნდა, მე უბრალოდ მინდა თუ ამ თემაზე თქვენ მეტი დასამატებელი არაფერი გაქვს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ვსაუბრობთ პროექტზე, ჰიპოთეტურად რა შეიძლება ამას მოყვეს და რამდენადაც ხვდები, ყველა რისკები უკვე ჩამოვიდა. არა მარტო მე უნდა გითხრათ სახელმწიფოთა შორის დაძაბულობის შესახებ. აზერბაიჯანის, ესე იგი, ძირითადი წყალმომარაგების ობიექტი არის მინგეჩაურის წყალსაცავი. 50-იანი წლების შუარიცხვებში შეიქმნა ეს კომუნისტების დროს. მას კვებავს სამი მდინარე, იური, ალაზანი და მტკვარი, ძირითადად არის მტკვარი. მინგეჩაურის წყალსაცავს ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოაკლდება 10%. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის წყლის ესე იგი სისტემას დააკლდება 10% და რაც ასევე კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მათი სოფლის მეურნეობის. რა თქმა უნდა, მე უნდა გითხრათ, რომ ეს მერე როდესაც ამის ფაქტის წინაშე დადგებიან, ანუ ეს რომ მოხდება და ასე ვთქვათ კატასტროფის წინაშე დადგება აზერბაიჯანის და საქართველოს აგრარული სექტორი, ბუნებრივია პრეტენზიას ვის წამოუყენებს აზერბაიჯანის ხელისუფლება, თურქეთს თუ საქართველოს? ჩემი აზრით თურქეთს უნდა ხო, არა, მე მგონია რომ საქართველოს წამოუყენებს, იმიტომ რომ საქართველოს სუსტია ვიდრე თურქეთი. გესმით რაშია საქმე? მე უნდა გითხრათ, რომ თურქეთმა ეს ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ 1998 წელს კინაღამ სირიასთან ომი დაიწყო თურქეთმა, იქ რა ქვია, ერთ-ერთი მდინარის წყლის გაყოფის გამო. ესეთი კონფლიქტები ძალიან ხშირია. იგივე ვთქვათ ისრაელსთან დაკავშირებით რო იცოდეთ თქვენ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი მდინარე იორდანია, რომელიც ასე ვთქვათ აი გოლანის სიმაღლებიდან იწყებს და პალესტინასთან არის პრობლემები სწორედ ამ ძალთან დაკავშირებით და 2000 წელს მაგალითად მდინარე იორდანის გამო იორდანიასა და პალესტინას რა ქვია ისრაელს შორის კინაღამ ომი დაიწყო კიდე. წყლის ასე ვთქვათ რესურსების განაწილება და ასე მე შემიძლია ჩამოთვალო უამრავი რამ სამხედრო შეტაკებების ასე ვთქვათ ჩათვლა. გასაგებია, თუმცა თურქეთსა და საქართველოს საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს, ყოველ დღე ძმობას ვეფიცებით ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ასე იყოს სხვათა შორის. არა, მე უნდა ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ მწვანეთა პარტიას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება თურქულ პროექტებთან დაკავშირებით და ეს ჭოროხს ეხება. მაშინაც იგივე სიტუაცია იყო, მაშინაც თურქები პირდებოდნენ საქართველოს, რომ არაფერი პრობლემა არ იქნებოდა, კომპენსაციებს გამოყოფდნენ და ასე და ასე და ყველაფერში გადაგვაგდეს და მივიღეთ შედეგად ის გრეული აჭარის სანაპირო ზოლი და გაუბედურებული ადამიანები. აი ამაში არის პრობლემა. იგივე იქნება აქაც. და მე მინდა ჰესების თემა გავაგრძელო, საქართველოში მშენებარე ჰესებით, ჩვენ ბოლო დღეებში დროს უпроსორად გვესმის ხშირად საუბარი, რომ ხუდონის მშენებლობა განახლდება და კიდევ რამდენიმე ჰესზე არის საუბარი, რომ საქართველო გახდება ელექტროენერგიის იმპორტიორი, უпроსორად ექსპორტიორი ქვეყანა და ეს იქნება ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. რას ფიქრობთ, ჰესების მშენებლობა ქმნის თუ არა ეკოლოგიურ პრობლემას თვითონ საქართველოში? სერიოზულ პრობლემებს ქმნის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ უნდა განვითარდეს, არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს. მეორე ერთი აქ არის ერთი საკითხი, რომელიც კონცეპტუალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. აი ის შეკითხვა რო იყო, პირველი შეკითხვა იმის კონტექსტში ზის ხოთა შორის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოსაც ღიათაა გაცხადებული თქვა ვითომ დასავლური ორიენტაცია, რომ მაგალითად ევროკავშირმა 1998 წელს მიიღო სპეციალური ენერგეტიკული ასე ვთქვათ კონცეფცია ევროკავშირის განვითარებისა. მას ქვია 20-20-20, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არაფერ ობიექტებს აღარ აშენებენ თავის ტერიტორიაზე, არც ატომურ სადგურებს, არც ფოსადურებს, არამედ 20%-ით
ცდილობენ რომ ესე იგი 2020 წლამდე 20%-ით გუნდათ რომ შეამცირონ ენერგომოხმარება ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი ტექნოლოგიების ასე ვთქვათ დანერგვის საშუალებით. ეს იქნება ახალი ნატურები, ვთქვათ, გამათბობელი სისტემები, თბოიზოლაცია, ისე რომ მოსახლეობა ვერ იგრძნობს, უბრალოდ მოსახლეობა ნაკლებს გადაიხდის, ნაკლებ ენერგიას დახარჯავს. მეორე 20% გახლავთ ის, რომ არსებული ენერგოობიექტების მაქსიმალური, ესე იგი, ათვისება მოხდება, რაც არსებობს იმისი გამომუშავების, ასე ვთქვათ, გაზდა მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით. აი მე ბოლოს მინდა მივაქციო ყურადღება. საქართველოში არის საკმაოდ დიდი რაოდენობის უკვე აშენებული ჰიდროსადგურები, რომელიც იმ დაპროექტებულ სიმძლავრეებზე ვერ მუშაობს. არსებობს ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე თეორიულად უნდა გამოიმუშავებინ. არსებობს ასე გათვლები, რომ თუ ჩვენ მინიმალურ თანხებს ჩავდებთ არსებულ ობიექტების, ესე იგი, გამომუშავების გაზდაზე, შეგვიძლია 30%-ით მეტი ენერგია მივიღოთ, ვიდრე ეხლა ხდება გამომუშავება. ეხლა საქართველოს საერთოდ ენერგეტიკა გამოიმუშავებს 9 მილიარდ კილოვატ-საათს, ეხლა მესამედი ამისი არის დაახლოებით 3 მილიარდი, ეს არის 2 უდონგესი. ანუ პოტენციალი არსებობს იმისა, რომ არსებულიდან ამოვიღოთ აშენების და თანაც გაითვალისწინეთ ის, რომ აშენებიდან მიღებული ელექტროენერგიას 4-ჯერ თუ 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ასე მიღებული ელექტროენერგია. ამიტომ სანამ არ იქნება ათვისებული ის, რაც აგვაქვს ჩვენ, ახალი მშენებლობაზე რატომ უნდა წავიდეთ, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკი არის გიგანტურ მშენებლობებზე, რომელმაც უნდა გაანადგუროს გარემო, გაასახლოს ხალხი და შექმნას ტრაგიკული მდგომარეობა. არ გვჭირდება ჩვენ ეს ჯერჯერობით. პერსპექტივაში თუ როდისმე რაღაცა დაგჭირდა, ბუნებრივია, მაშინ ალბათ, როდესაც დაგჭირდება ეს, იქნება ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც, ასე ვთქვათ, წყალსაცავების მშენებლობას აღარ მოითხოვს. ამიტომ ჩვენ გვაქვს რესურსი ყოველგვარი დიდი, ასე ვთქვათ, გრევის გარეშე მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოში, საექსპორტოსაც კი. გასაგებია, თუმცა ასეთი პროექტები რამდენად არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში. საქართველოს ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს, თქვენ თუ აკვირდებით საქართველოს უფრო იაფია, უფრო მარტივად გაკეთდება. იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად არ აყავს, ეს არის ასე ჯგუფი, რომელიც ცდილობს საჩილო მეტი ფული დააგროვოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ თუ დააკვირდებით, ყველა იდეა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოსდის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს არის გიგანტური იდეები, რომელიც დაკავშირებულია მილიარდობით, ასეულობით მილიონობით ინვესტიციებს. მე ხლა არ ჩამოვთვლი ბოლო ლაზიკა იყო, ხო? ერთი იყო კოლხეთის ჭაობების დაშრობის იდეა იყო, ხო? ერთი იყო ასე იგი აჭარაში ქედების მოჭრის, ასე იგი ხო, მაგრამ ეს ოფიციალურად არავის უთხოვს. ხო, გასაგებია, მაგრამ დანარჩენი ოფიციალურად გაცხადდა, ხო? აი ეს ლაზიკას და ეს რომელიც მილიარდობით დოლარზეა და ასე ვთქვათ მილიარდობით დოლარი ჭირდება. ეს ყველაფერი დაკავშირებული ათკატებზე. აქედან დიდი ფული რჩება ძალიან. გიგანტური პროექტების ასე ვთქვათ ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში ძალიან დიდი ფული კეთდება. თქვენ საუბრობთ რომ კორუფციასთან შეიძლება. ეს არის ელიტარული კორუფციას, აბა საგონია თქვენ რითი ფინანსდება საარჩევნო სისტემები, ასე ვთქვათ, რითი აფინანსებს მთელ ამ თავის კორუმპირებულ სისტემას ხელისუფლება. აქედან მოდის ეს ფულები. ეს არის მათი დიდი სერიოზული შემოსავლის წყაროს, თუ რა თქმა უნდა არ ჩავთვლით გეროინის ტრასას, რომელიც გადის საქართველოსზე, ავღანური გეროინი, იცით თქვენ ახლა ჩვენი პრესკონფერენცია, ასე ვთქვათ, სენსაციური. ამ ტრასებზე სულ საუბარია, მაგრამ ცოტა დაუჯერებელი ჩანს ერთი შეხედვით და ამდენი, ვთქვათ, ნარკოტიკი გადიოდეს საქართველოსზე, მაგრამ არა, დაუჯერებელი როგორ არის, ეს გაეროსა და ამერიკის შეერთებული შტატების. მაგრამ აქ საუბარია, რომ შეიძლება იყოს იმ ტერიტორიებზე საუბარი, რომელსაც საქართველოს ვერ აკონტროლებს. არა, როგორ გეკადრება. პირდაპირ არის მითით. არა, პირდაპირ ჩაიხედეთ გაეროს მოხსენებებში, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, ნარკო ბიზნესთან არსებულ მოხსენებებში საიტებზე ეს ყველაფერი. მესმის. და იქ არის პირდაპირ მითითებული. არაფერი პირდაპირ წერია, რომ ფოთის სპორტიდან ერთი წერტილი ცნობილია, ფოთის სპორტიდან გადის ეს ყველაფერი.
ეს კიდევ ერთი გადაცემის თემაა, ამაზე ღირს ცალკე გადაცემის არა, ამან თავის შედეგი გამოიღო ჩვენ, მაგრამ ეს კონფერენცია გაეროს ძალიან დიდი ჯგუფია ჩამოსული, რომელიც ცდილობს აქ ფილიალი გახსნას თავის, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმებისა და ხო, ჩვენი დრო სამწუხაროდ იწურება და მინდა ჩვენ სვენელს გავცეთ იმ შეკითხვაზე პასუხი, მზის ენერგიის გამოყენებაზე არ მინდა დაგვრჩეს უყურადღებოდ, გისმენთ? ხო, ეს არის ევროპული მიმართულება ზუსტად, რასაც ესე იგი ბატონი ბრძანებს აბსოლუტურად ვეთანხმები, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა იმისათვის, რომ ესე იგი მაქსიმალურად შეღავათი გაუკეთოთ მოსახლეობას ჯერ იმითი, რომ ასე ვთქვათ, ნაკლები ენერგია დახარჯოს იგივე გათბობისა და იგივე შუქის მიღების პირობებში, ანუ ნაკლები გადაიხადოს, მეორე შეერთებულ სახელმწიფოში გამონთავისუფლდეს ბევრი ენერგია, რომელიც შეიძლება მე ექსპორტზე გაიტანო და გაყიდო, ბუნებრივია და ერთი მაგალითი გითხარით, მე მეორეს გეტყვით მაგალითად, არსებობს ასე ვთქვათ, უკვე არასაიდუმლო, მაგრამ ასე ვთქვათ, ჯერჯერობით დახურული ტექნოლოგია, რომელიც იძლევა 20-30%-ით ენერგომოხმარების შემცირებას, ვთქვათ, კორპუსებში. ეს არის სამხედრო ტექნოლოგია შეერთებულ შტატებში დამუშავებული, ეს კოსმოსურ ტექნოლოგიებში გამოყენებული, რომ რაციონალური ენერგოხარჯვის ტექნოლოგია. ანუ საუბარია არათბო გამტარ კედლებზე და არა, ეს არის მიკროპლატები. რომ სითბო არ გავიდეს. არა, ეს სხვა არის, ეს ბიოიზოლაცია სხვა არის. ეს არის პლატები, ასე ვთქვათ, მიკროსქემები, რომელიც ისე არეგულირებს ელექტროენერგიის მიწოდება, ასე ვთქვათ, ხარჯვის სისტემას, რომ 20-25%-ით ამცირებს ენერგომოხმარებას. ეს ძალიან საინტერესო ტექნოლოგიები. თუმცა ჯერჯერობით დახურულია და არის ასე ვთქვათ ვარაუდი, რომ შეიძლება ეს ტექნოლოგიები გაიხსნას, იმიტომ რომ უკვე ფაქტიურად ენერგოკრიზისი მომდგარი არის და შეიძლება ეს გამოყენებულია. ჩვენამდე მოაღწევს რომ დიდი მადლობა გიორგი გაჩეჩილაძე, პლანეტა პარტიის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ საუბრობდით მტკვარზე მოსალოდნელი მშენებლობების შესახებ და იმ შედეგებზე რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს.